საჭიროებების ჩამონათვლის გაკეთება, პრიორიტეტიზაცია და ადგილობრივ თვითმმართველობასთან თანამშრომლობით ამ ყველაფრის მოგვარებაზე ერთად ზრუნვა. ამიტომ კიდევ ერთხელ ვაცხადებთ, რომ დღევანდელი შეხვედრა არ არის პოლიტიკური, ეწყდება ხოლმე სოფლის საჭიროებები. რადგან უამრავი დოკუმენტი ჭირდება ამ ყველაფრის მოწესრიგებას და აქამდე მოსვლას, რომლებმაც მოამზადეს ყველა ის ირჩევს სოფლის რჩეულს, რომელიც არ არის პოლიტიკური პარტიის არც კოორდინატორი, არც წარმომადგენელი, რომელსაც გავაცნობთ ჩვენი მუნიციპალიტეტის გამგებელს, რომელიც ფორმატით შემდგარი იყო, თუ გოჩასთან ერთად ოქმის სახით და გადავცევთ მუნიციპალიტეტს, რადგან გვაქვს კიდევ ბალთა, ქალქვა. რამდენი ფიქრობთ, რომ აი ლელიანის ქუჩა იყოს პატრიოტი, შეიძლება ესე გასაუბრებო პრობლემები. დღეს თუ თანახმა ხართ, ან თუ კიდევ სხვა ნიშნულობა ნინო სამართლებრივად როგორ აქვს ჩვენ როგორ შეგვიძლია სიტყვაზე ქუჩას დავარქვათ ამე სახელი. ეს ალბათ საკრებულოზე უნდა გავიტანოთ, ხო? ანუ რა სოფლის მოთხოვნა იყოს და ამაზე რაღაც პროცედურა დააფიქსირონ საფადადია მაგანა ნიშნები ან რაღაცა უნდა გვარი რაღაცა უნდა სახელწოდება დღეს ჩვენ რჩეულს ავირჩევთ იმ მიწვდილი პრობლემების საგარწმუნეთ რომ ეს არ არის პოლიტიკური წინაშე თუ გაქვთ კითხვები შემდგომ იმდენად კარგად განახორციელა ეს პროექტი რომ ფიქრობთ რომ მას აქვს ამის უნარი რომ მართოს დღევანდელი დღე მადლობთ დათოს ყველა ვიცნობთ რამდენად ეთანხმებით რომ არის ფიქრობთ რომ ეს არის მაგრამ უკითხავთ რამდენად შეასრულებს იმ პასუხისგებლობებს რაც გამოგვია ყოველ შემთხვევაში მე ვფიქრობ წინ გადადგმული ნაბიჯია ამ თანამშრომლობისათვის მეტი კომუნიკაცია გვექნება თვითმმართველობასთან და მეტი საშუალება რაც უფრო ხშირად შედგება უფრო კარგია ხალხი თავის პრობლემებს ყველაფერს ეტყვის რა ვიცი თუ მოგვარდება რამე მე ვნახოთ შეუწყობს იმიტომ რომ ხელისუფლებასთან უნდა იყოს მიტანილი ეს პრობლემები ლაპარაკობთ პრობლემებს არ არის არ მიაქვს ხელისუფლებასთან ჩვენ ლაპარაკს რა აზრი აქვს მარტივი ლაპარაკობთ თავარია რომ ხელისუფლებასთან ზოგს წყალი არ აქვს ზოგს ქუჩას გზები არ არის ზედაპლანზე მაგალითად ახლა კი დაიგეგმა რომ უნდა გაკეთდეს ეს წელს მაგრამ ისეთი გზები არის ვერ მივდივართ რომ მივდივართ აი ვენახებში იქ კიდე იმ ხელა ორმოები არის რომ მანქანით ვერ შევდივართ რომ მოვწყათ ვენახი ან რაღაცა გავაკეთოთ მადლობა მინდა გადაუხადო ნანას გელას თქვენ თითოეულ თქვენთაგანს რომ მოხვედით თავი საქართველოში ალბათ პირველი შემთხვევაა როდესაც ესეთი კრება გაიმართა უნდა ჩამოვიდეს გამგებელი და ანგარიში ჩაგაბაროთ რა გაკეთდა და თუ რამე ვერ გაკეთდა ის უნდა გითხრათ რატო არ გაკეთდა შეიძლება ზოგიერთმა ჩემ ადგილას იფიქროს რომ ეს უფრო მეტად თავის ტკივილის ამბავია მაგრამ არა მე ასე არ ვფიქრობ პირიქით მინდა ვითანამშრომლო თქვენთან და თქვენთან ერთად მოვაგვაროთ ყველა პრობლემა რაც გაწუხებთ შეიძლება ერთი ხელის მოსმით ვერ გადავწყვიტოთ, მაგრამ ეტაპობრივად გავაკეთოთ და თქვენთან ერთად მოვიფიქროთ, როგორ გავაკეთოთ და რას ჩავეჭიდოთ. სათემო ფონდმა ლელმა დღეს და 2016 წლის 30 ივნისს დააორგანიზა ლელიანის დასახლების საერთო კრება პროექტის ფარგლებში. პროექტის მიზანი იყო შემდგარიყო პრეცედენტი საქართველოში მიღებული საერთო კრებების კანონის მიხედვით და ლელიანის დასახლებაში შექმნილი იყო და განხორციელებული იყო საერთო კრება და არჩეული იყო სოფლის რჩეული. დღევანდელი დღე შედგა ნამდვილად დაესწრო ლელიანის დასახლების 20 მოსახლეობის 20% საერთო კრებას თემა აირჩია როგორც დასახლების რჩეული, აგრეთვე მოახდინა სოფლის პრობლემების პრიორიტეტიზაცია და იგი რეკომენდაციების სახით წარუდგენს მუნიციპალიტეტის გამგებელს შემდგომი რეაგირებისთვის. რადგან როგორც მოგეხსენებათ, კანონის ფარგლებში მომდევნო 6 თვის შემდგომ მუნიციპალიტეტის გამგებელი ვალდებულია დასახლების რჩეულთან ერთად განახორციელოს დასახლების საერთო კრება და უკვე მოახდინოს გაწეული აქტივობების ანგარიშგება და აგრეთვე დაგეგმილი მომავალი პროექტების პრეზენტაცია. სოფელ ლელიანში ჩატარდა კრება, თვითმმართველობის კოდექსში შევიდა ცვლილება, რომელიც ისახავს მიზნად სოფლებში საერთო კრებების ჩატარებას. ჩვენ მუნიციპალიტეტმა კანონმდებლობის კუთხით ეს ყველაფერი გავამყარეთ და ჩავდევით ჩვენ კანონმდებლობაში და ავსახეთ ეს ყველაფერი და სოფელმა გამოთქვა ინიციატივა და სურვილი რომ ჩატარებულიყო ეს საერთო კრება და
ჩვენ ჩამოვედით, დღეს ჩატარდა ეს კრება და დააყენა სოფელმა თავისი პრობლემატური საკითხები, ვისაუბრეთ მოსახლეობასთან ერთად, უმეტესობა ამ პრობლემების შესახებ ჩვენ ვიცოდით და გათვალისწინებულიც ქონა მათი მოგვარება, მოგმართავენ ახლა ერთობლივი წერილით და იმ ჩამონათვალით პრობლემების და ვეცდებით ამ პრობლემების მოგვარებას. და მადლობა მინდა გადაუხადო თითოეულ მოქალაქეს, ვინც მობრძანდა ამ კრების ორგანიზატორებს და ვფიქრობ, რომ ანალოგიური კრებები სხვა სოფლებში რომ ჩატარდეს, იქნება ძალიან კარგი, იმიტომ რომ ჩვენ მუნიციპალიტეტი მზათა ვართ მოსახლეობასთან კომუნიკაციისთვის, მზათა ვართ გავითვალისწინოთ მათი პრობლემები და ერთობლივად მოვიფიქროთ მათი გადაჭრის მექანიზმები და ამაში თითოეულ ჩვენთაგანი თითოეულ მოქალაქის ჩართულობა არის ძალიან მნიშვნელოვანი.